ეგ არის. ბიჭო, მეკი. ეს ეგ არის. ჩამოვედი შაორზე, პირველი გამოსვლა არის ყინულზე. შაორზე წელს და კაი გაზბურილები, ნელ-ნელა ეკიპირებადას მოგიყვებით. აქეთ ლევან ატარებს პატარა მასტერ-კლასებს. ჩვენც ნელ-ნელა დავიწყებთ აბა და ნახოთ რა გამოგვივა. ერთი მინუსი არის რომ მაგრა თოვს. მედია თევს ვიპოვით. დავიდა. პირველი გახრიტა. დავიწყებ დღეს ბალანსირით. ლაკი ჯონის ესეთი ჯოხი მაქვს, სიტეჩი PR45. Heavy ჯოხია. დღეს დიდ ქორჭილებზე ვარ წამოსული და წესით უნდა დავიჭიროთ. ჩავიდა. სამ დავიწყებ თევზაობას, მინდა მოგიყვეთ რამოდენიმე საკითხის შესახებ, რაც უნდა გაითვალისწინოთ ყინულზე თევზაობის დროს. პირველი და ყველაზე მთავარი არის უსაფრთხოება. რო შემოვდივართ ყინულზე, აუცილებლად შეამოწმეთ ყინულის დონე, ხო? 7 სანტიმეტრი უკვე შეიძლება სიარული. შაორზე ახლა დაახლოებით გვაქვს 15-20 სანტიმეტრი, რაც სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ყინულზე ჩვეულებრივ ვითევზავოთ და არაფერი არ დაგვემართოს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ეკიპირება. ყინულზე რო შემოდიხარ, უმეტესად თელ დღეს ატარებ ყინულზე და შესაბამისად კარგად უნდა გეცვათ, ხო? ანუ ეკიპირება კარგი უნდა იყოს, ხელთათმანები უნდა იყოს თბილი და ხელთათმანებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ეს ჭრილები თითებზე, რადგან უფრო მარტივად შეზოთ, უფრო გაგიმარტივებთ თევზაობის პროცესი. ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ქუდი, სათვალეები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, იმიტომ რომ თოვლი არის, როგორც მოგეხსენება, თეთრი ირეკლავს მზეს ძალიან და თვალს მოკლედ გჭირს და დღის ბოლოს უკვე საკმაოდ გტკივა თვალები და მოკლედ თვალებსაც ძალიან საზიანოა. ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც შემოდიხართ ყინულზე, არის ეგრეთ წოდებული ბათინკები, ხო? ანუ ამ შემთხვევაში მე მაქვს მორფინის ბოტები -20 უძრებს ეს კონკრეტული მოდელი, მაგრამ მაღაზიაში გვაქვს ასევე -10-იანებიც, შიგნით აქ თბილი ქეჩა და მანამდე ძალიან კარგი ფეხსაცმლითაც შემოდიოდა, მაგრამ მაინც დღის ბოლოს მაინც გისროლდება. და ეხლა ჩვენ მეგობრებს ზუსტად იგივე რაღაცა დაემართათ. ასევე რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებული სასრიალო ტანსაცმელი, ხო? ანუ უნდა გეცოთ რაღაცა წყალგაუმტარი შარვალი, ზედა და მე ესე ვიცმენ ხოლმე მაგ თერმული, ფლისი და შემდეგ უკვე კურტკა. გადავიდეთ უკვე სათევზაო ეკიპირებაზე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ბურღი, ხო, იმისთვის, რომ მარტივად გავბურღოთ ყინული, იმიტომ რომ სხვა ნაჯახით, არ ვიცი, ბევრი რაღაცით მინახავს მოკლედ, მაგრამ ძალიან არაეფექტურია და გირჩათ გქონეთ აუცილებლად ბურღი, რითაც მარტივად გახრეთ ყინულს.
ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყინულზე თევზაობის დროს აქსესუარებიდან არის ციგა. ციგაზე შეგიძლიათ დაალაგოთ ბევრი რამე და ძალიან მარტივად მისრიალებს მოკლედ ყინულზეც და თოვლზეც. და რა თქმა უნდა, სათევზაო ყუთი. მოდი ახლა განახერხოთ თვითონ გაბურღვის პროცესს, ხო? ანუ საკმაოდ მარტივი არის. იღებთ ბურღს, მოასუფთავებთ თოვლს, ხო? თოვლიან ნაწილს მოასუფთავებთ და იწყებთ გაბურღებას. აი ესე რამოდენიმეჯერ გააკეთებთ, იმისთვის რომ კარგად ყველაფერი გაიწმინოს და შეძლოთ მარტივად თევზაობა. მე თევზის კოვსაც ვიყენებთ ამისთვის. ეს კარგად ამოვასუფთავოთ და ჩვენი ხვრელი იქნება, ჩვენი ლუნკა იქნება ძალიან სუფთა და მარტივად შეძლოთ თევზაობას. ვიწყებთ თევზაობის პროცესს, ხო? ამ სატყუარას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სატყუარის ტიპი არის ბალანსირი. ბალანსირის გატარებას ახლა განახებთ. ბალანსირის თავარი მუღამი არის ეს რა. ჩაუშვებთ ფსკერზე, აუცილებლად უშვებთ ფსკერზე, ჩვენ თევზაობთ მიმართულად ქორჭილაზე. ქორჭილა ყოველთვის იკვებება ფსკერთან ახლოს, ხო და შესაბამისად ჩვენი სატყუარს უნდა დაუშვათ ფსკერზე. ჩაუშვებთ სატყუარას ბოლომდე, ვიწყებთ ესეთ გატარებას. რა შევა ამ დროს ბალანსირი წყლის ქვეშ, ხო? პირველ ამორტყაზე მიდის ერთ მხარეს, აკეთებს ესე წრეს და უბრუნდება თავის წერტილს. მეორე ამორტყმაზე მიდის მეორე მხარეს და უბრუნდება თავის წერტილს. ხო, ანუ გარშემო ადგილებიდან იზიდავს თევზს თავის მხარეს. და აი ესეთი მოძრაობით უნდა გაატაროთ. როდესაც ჩავარდება, თქვენ იგრძნობთ მაგას ჩვეულებრივად ჯოხზე, როდესაც ჩავარდება სატყუარა ბოლომდე, ცოტა ხანი პაუზა და მაგ პაუზაზე უმეტესად ურტყავს და რა თქმა უნდა, კარგად ამოვარტყათ, შეერჩოს თევზს სატყუარა და ამოვიყვანოთ თევზს. არის არა აი ესეთი ნახოთ კიდე შევცვალე ანკესი დავაყენე ხალხალა ო არა დიდი ბიჭო აზე ხარ ბალანსირზე არიღებ და ყანყალა დავაყენე აიღო ეგრევე რა შვენიერი ყანყალა მოეწონა ესეთი სალმოს იგივე ლაკი ჯონის ყანყალა 3 ნომერი ნახეთ აბა კიდე თუ მოვა დაჟდა რაღაცა ესეთი აქეთ კაროჩე ესე ძომებს აღარ იწონებს ხალხი ეგრეა ხო აქ დიდ თევზზე ვართ მოსულები პრინციპში მაგრამ ამასაც მუღამი აქვს შეიძლება ამასთან ახლა დიდი ციტკეს გაიდაჟდა გაიდაჟდა ოპა აი ესეთი ცოტა მოიზარდა აი ესეთი გაასწორა აი ესეთ რატნიზე ლაკი ჯონის
ო აი ისეთ ძალიან კაი არა გარე დაჭდა ისეთი ალბათ ჯერ 40-იანი ვერ არის მაგრამ მე უნდა და გავიზარდეთ აი ესეთი მაგაცი ბომბორიკა აიღო ბალანსირი ეგ ესეთი ეგ არის ბიჭო მე კი ეს კაი დაჭდა ფრიქციონი ამითამაშა ეგ არის დაჭდა დიდი უეჭველი არა მოდის პოზიში ეგ არის აი ამისთვის მოვედით შავრზე აი მე ამისთვის მოვედით შავრზე ეგ არის აი ესეთი ქორჭილა მაგარი თევზაობა გამოდის არის ერთი წავიდა დაჭდა ძალიან დიდი არ არის მაგრამ კარგია ისეთი цама იგრევე ჩავაგდეთ ვე ჩაარტყა დავай მივასვენეთ ახლა და გავაქცევოთ აიც ვიპოვე პატარა აი ესეთი უნკაფაკ მოდი ახლა გავუშვათ ეს ჭიქრები აი ესეთი ზომებია რა ნორმალურები წავიდა წადი ვიჯო ხო რაღაცა პერიოდი ეს აი 16-იანი ესეთი წავიდა ნახე დაგაზა Oh. დავშვით მოვრიგი, ცოტა გაგვითოვდა. ნორმალური ზომაა, ძალიან დიდი არ არის, მაგრამ კარგია. ოკეი. აი ესეთი არა 30-იანი აი ესეთი ძმაკაცი ესეთი ძმა არის თოვლიანი ქორჭილა ანუ ცოდოთ კიდე კაიჭკი ჩაარტყა არ ვიღებდი და კი კაი დაჭდა ემგონიკო ფრიქციონი არა კარგად კი მოდის ბიჭო არა კარგად აიღო ესეთი მშვენიერი ზომა 30-იანი გზეთა
ესეთი ზომა დავაპარკინგო ცოტა ხანი აქ. ჩაივლო არ ჩასული. გაუშვათ ჩვენი ბომბორიკა. აი ესეთი. წათი. მიდი ბიჭო, მიდი. წავით. Გაიტაჭდა. Opa. Opa, zona daşta. Oh. Egari Levan, egari. ესეთი საზამთრო. ეს ლაკი ჯონი პირში. ტონკა დაარტყა მაგარითაკ. ესეთი. Magari zoma dačda. Ai. Era muție, bicho. Odiac. Abara bomborica. Ai, ესეთი. ესეთი ბომბორიკა. რა სიტყვით შესასვლელი აქვს ნახეთ უჩზე. ურა ჩარტყა გენაცვალე. აი ეს თევზია ძმო. აი ეს. დავედით. სახში. ესე ვერ ჩახვა. ესე. დამემშვიდობა კუდით. გაიტაჭდა. რა ჩარტყა ბიჭო. რაცა ეს სიამოვნო. ურა გადაყლაპული ბიჭო. დღეისთვის ეს იყო. აი თევზაობა გამოგვივიდა, ვაფშე კაი გამოსვლა გამოგვივიდა. ბევრი ემოციებით. ბევრი კარგი ხალხი ვნახეთ, კარგ ხალხს შევხვდით. თევზაობა შედგა. მედია მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონათ დალაიქეთ. გამოიწერეთ ჩემი არხი. შევეცდები შემოგთავაზოთ უკეთესი კონტენტი. შეგახსენებთ, რომ ვიდეოში
ნაჩვენები ყველა ინვენტარის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიების უთვზე. როგორც ონლაინ, ასევე შოურუმში სტუმრობის. აბა მომავალ შეხვედრამდე.